თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 მოწმე გამოკითხეს. კითხვები მათთან გიორგი ახობაძესაც ჰქონდა. ექიმი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. რეჟიმი პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს 8-დან 20 წლამდე ანუვადო პატიმრობას უპირებს. ლიზი ვეკუა გვერდდება თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. ლიზი გისმენთ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის პროცესი. გიორგი ახობაძის დღევანდელ პროცესზე დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 მოწმე და აქედან ორივე მათგანს გიორგი ახობაძემ დაუსვა თავად კითხვები და გიორგი ახობაძემ დღევანდელ პროცესზე გაიხსენა მისი დაკავების მომენტიც და ჩხრეკის მომენტიც. სწორედ ამასთან დაკავშირებით უსმევდა ის კითხვებს მოწმე პოლიციელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად მის ჩხრეკაში იღებდნენ მონაწილეობას და ეუბნება გიორგი ახობაძე ამბობს, რომ როდესაც ის ბრუნდებოდა სახლში აქციიდან, ამ დროს გააჩერა პოლიციამ, სთხოვა, რომ მისი იდენტიფიცირებისთვის გადმოსულიყო ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ კი გიორგი ამბობს, რომ ის მანქანაზე ასე ვთქვათ გადააყუდეს და ამის შემდეგ ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკი. გიორგის სწორედაც რომ ნარკოტიკების დიდი რაოდენობის ნარკოტიკების შეძენასა და შენახვას ედავებიან და მას 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო პატიმრობის აღკვეთა ემუქრება. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით სვამდა გიორგი ახობაძე დღეს კითხვებს, თუმცა მოწმე პოლიციელმა გიორგის ეს ისტორია უარყო და თქვა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი მისი ჩხრეკისას არ ჰქონია. როცა თქვენ გადმოგცეს ინფორმაცია ატაკის მიხედვით, რა გითხრეს? ნარკოტიკი გიორგი ახობაძესაც ექნება და თანხმდე პირსაცო? თანხმდე პირსაც, კი. ორივეს ექნება. ორივეს ექნება პირადათაც და სახლშიცო? ანუ გიორგი ახობაძეს პირადად მანქანაში და სახლში. გადმოვედი თუ არა მანქანიდან? თქვენი თანამშრომლები მომვარდნენ და პატრულის მანქანაზე გადამაყოლეს სახით კაპოტისკენ. პატრულის ეკიპაჟიც იქვე იყო და ჯერ უკანა ჯიბესთან შეხებით და მე წინა მარცხენა ჯიბეში ხელის ჩაყოფით მომითავსეს და მე ამას ვაპროტესტებდი. ჯიბეში ხელს რატომ იყოფთ მეთქი? აი ჯიბეში ხელს რატომ იყოფთ თქო? ეგ ფაქტი არ გახსოვთ? არანაირად მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. მე წეღან მოკრევი და დავადასტურე ის, რაც რეალობაში ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა ჩვენ. პატრულის მანქანა და რაღაც მსგავსი რაღაცები მე არ მახსენდება იქ და არ ყოფილა. არ გახსენდებათ. არ იყო თუ არ გახსენდებათ? რო ყოფილიყო გამახსენდებოდა. არ ყოფილა. საგამოძიებო მოქმედებებისას გამოყენებული იქნა ტექნიკური საშუალება. წერია აქ რომ არ გამოყენებულა ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო და ამას დაითანხმეთ თქვენ ხო? არაფერი, ამერი. შენიშვნა გიორგი ახობაძე გაეცნო ოქს, ჩაბარდა ოქმის ასლი, ხოლო ოქზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი გაურკვეველი მიზეზით. ოქმის ასლის ჩაბარებას დაესწარით თქვენ? არ დაესწარით? მიკროფონში უნავსებთ. ანუ რას მეკითხები ახლა ლევან ტაბიძემ ოქმის ასლი გადასცა თუ არა? სავარაუდოდ გადასცემდა და მოწერილი მაქვს ხელი. გასაგებია. იქ ხო არ ქონდათ რაიმე ელექტრონული მოწყობილობა, პრინტერი, სკანერი, რასახით უნდა მომხდარიყო ამის ასლის გადაღება? შემდგომში ალბათ ადმინისტრაციულ შენობაში წაღებული ხო არ კითხვა ეს არის, წაღებული ხო არ ქონდათ რაიმე? მადლობა. და არც ერთი მტკიცებულება როგორ არდებს? ამდენმა პოლიციელმა ვერ მოახერხეთ, რომ გადაგეგოთ ვიდეო გიორგისთვის დაკავების მომენტში და ჩხრეკის მომენტში. ამდენ პოლიციელსგან არც ერთს არ გქონდათ? ამ დრომდე რატომ არ ვიცით არაფერი დნმ-თან დაკავშირებით? როგორც უკვე გითხარით, საქმე არის არსებით განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმეების შემდეგ ასევე უნდა ვიხილოთ ბრალდებულის მხარის, ანუ ადვოკატების მხრიდან მოწმეები და ადვოკატები ამასთან დაკავშირებით ამბობენ იმასაც, რომ რეალურად საქმეში არანაირი მტკიცებულება, ვიდეო მტკიცებულება არ დევს. ეს აღნიშნა დღეს ლაშა ცუცქირიძემ, გიორგი ახობაძის ადვოკატმა კიდევ ერთხელ ჩვენთან საუბრისას, რადგან ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რადგან რეალურად არ დევს გიორგი ახობაძის ჩხრეკის
დღეისას არც ერთი ვიდეო მტკიცებულება, რადგან 5-6 პოლიციელმა ვერ მოახერხა ვიდეოს გადაღება, ეს არის მათი არგუმენტი და შესაბამისად ლაშა ცუცქიძე ამ ყველაფრის ფონზე, იმის ფონზე, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, ამბობს, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური ნიშნით დაწყებული და გიორგი ახობაძე სწორედაც იმის საფუძველზე შეერჩა, რომ ის აქციებზე გამოირჩეოდა, აქციების სერიალით გამოირჩეოდა და ასევე აკრიტიკებდა ქართულ ოცნებას. გიორგი ახობაძის ბრალდების სამართლის საქმეზე დაიკითხა ორი პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც საუბრეს მათთვის ცნობილი ფაქტობრივ გარემოებებზე, ერთმა უშუალოდ ვინც პირადი შეკა ჩაატარა სასამართლოს მოახსენა ის გარემოებები, თუ რა ვითარებაში ჩატარდა პირადი შეკა. მოწმე პოლიციელების ჩვენებები დასწრდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უშუალოდ გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე სხვა მოწმეების ჩვენებებით. ამ კითხვასთან დაკავშირებით არაერთი პატუხისმგებლობით თქვენ ამ კითხვაზე პასუხი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებიან, რომ გიორგი ახობაძე ჩაიდგა ბრალად წარადგენილი დანაშაულების ქვეშ. საქმეს გაგრძელდება მტკიცებულების გამოკვლევა, მათ შორის დასაკითხი არიან სხვა საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირები და ამ ჩვენების მოსვენის შედეგად დადგინდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოება, რაზეც სასწრაფოდ ხარები დავთ. აკითხვის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ პოლიციელებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის ჰქონდათ მობილური ტელეფონები, რომ ეწარმოებინათ გადაღება ჩხრეკის დროს, მაგრამ ეს ან არ გააკეთეს, ან განზრახული ჰქონდათ წინასწარ, რომ არ გაეკეთებინათ, ვინაიდან გიორგი ახობაძეს ბუნებაში არ ქონია ნარკოტიკული საშუალება და არ ინახავდა. მოწმე პოლიციელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას ტელეფონი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ იგივე მოწმე პოლიციელი ჩხრეკის ოლქს აწერს ხელს, მაშინ როდესაც ჩხრეკის ოლქში არის ასახული, რომ მობილური ტელეფონის, მათ შორის მობილური ტელეფონის არარსეობის გამო თითქოს ვერ განხორციელდა გადაღება. გიორგი ახობაძის მორიგი სასამართლო პროცესი 10 ივნისს არის ჩანიშნული, როგორც უკვე გითხარით, გიორგი ახობაძეს ედავებიან დიდი რაოდენობის ნარკოტიკების შეძენას შენახვას და მას 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.